სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები გურჯაანში დაზარალებულ დავით ხუციშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ატმის ნაკვეთები დაათვალიერეს. წყალდიდობის შედეგად სოფელ კალაურის მტვრის ატმის ბაღი 72% მთლიანად გაუნადგურდა. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია ფერმერს ზარალს სრულად აუნაზღაურებს. დღევანდელი დღიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგროდაზღვევის პროგრამა საკმაოდ წარმატებულია. დღეს ვიყო ერთ-ერთ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართან, რომელსაც ზარალი დაუდგა ატმის ბაღზე და აუნაზღაურდა 16500 ლარი. სადაზღვევო კომპანია ალდაგი აგრძელებს აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში ზარალების ანაზღაურებას. დღეის მდგომარეობით ჩვენს კომპანიაში დაფიქსირებული არის 6.300.000 ლარის ჯამური ოდენობის ზარალი. საიდანაც დაახლოებით 1 მილიონი ლარის ანაზღაურება უკვე გაცემული არის. 100%-ით ამინაზღაურდა ყველაფერი. ავიღეთ თანხა.